პოსტები მხდება რა მოხდა, ამ ხალხს თავისი ბავშვობის კუმირი არ ყავდა, აქამდე ცოცხლად დანახი და წავიდა სტადიონზეო. როგორ ვერ ხვდებით, სტადიონზე რომ წავიდა ხალხი, ეგ კი არაა პრობლემა. არამედ დაბერებული რონალდინიოს ძუნძულის სანახავად 10ჯერ და 20ჯერ მეტი ადამიანი რომ მიდის, ვიდრე პროტესტზე დადის. აი ეგაა პრობლემა. ეს ნიშნავს, რომ ქართველების დიდი ნაწილი შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავს. განსაკუთრებით აღარ ადარდებს პროევროპული კურსიდან გადახვევა. აღარ ადარდებს დაუსჯელი მოძალადეები და დასჯილი უდანაშაულო ახალგაზრდები. ან ადარდებს, მაგრამ არაფრის შეცვლის იმედი არ აქვს და ეგუება. ნახეთ, რამდენი ადამიანი იყო დღეს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეზე. გასაგებია, რომ იქ მისული ხალხი საპატრიარქომ გამოიყვანა და არახელისუფლებამ, მაგრამ შარშან დროს არანაკლები იყო ხალხის რაოდენობა საპროტესტო აქციებზეც და ვდავობდით, რომელ აქციაზე მეტი ადამიანი მივიდა, მაგრამ წელს საპროტესტო აქციებზე იმის მეათედი ადამიანიც აღარ მოდის, რაც შარშან. რა, ხელისუფლება შარშანდელი გაზაფხულის მერე ევროპულ გზას დაუბრუნდა? დემოკრატია გაუმჯობესდა თუ პირიქით, გაუარესდა მდგომარეობა ყველა მიმართულებით? რა თქმა უნდა გაუარესდა, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილი ამას არ იმჩნევს და ერთობა. აი ესაა პრობლემა და არა დაბერებული გაუჩოს ძუნძულის სანახავად წასული ხალხი. წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.